სოფლიოში ყოველი მე-6 ადამიანი სიმსივნით კვდება. სიმსივნე კაცობრიობის უდიდესი პრობლემაა, მაგრამ არა უიმედო. ყოველი მე-3 სიმსივნის სრულიად პრევენცია, ანუ სრულიად თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო სიმსივნეების დიდი ნაწილი შეიძლება აღმოაჩინოს დროულად და უმკურნალო და ადამიანმა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით, რასაც იცხოვრებდა ამ სიმსივნის გარეშე. ზუსტად ამ იდეას ემსახურება დღევანდელი ვიდეოც და სკრინინგიც, ანუ 5 მთავარი სკრინინგ ტესტი, რომელიც აღმოაჩენს სიმსივნეს, სანამ მას სიმპტომები ექნება და სანამ მისი მკურნალობა ბევრად ადვილია. პირველი ტესტი არის PAP ტესტი, ანუ საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სკრინინგი, რადგან ამ ტესტს შეუძლია კიბოს უჯრედები იპოვოს მანამ სანამ თვითონ კიბო განვითარდება, ანუ კიბოს წინარე უჯრედები იპოვოს, ანუ გადაგვარებული უჯრედები იპოვოს, რომელიც ჯერ კიბო არ არის. და მისი მოცილებით შენ თავიდან იცილებ სიმსივნეს, სანამ ის საერთოდ განვითარდება. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. საშვილოსნოს ყელის კიბო მნიშვნელოვანი პრობლემაა კაცობრიობისთვის. 600,000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველწლიურად და 350,000-ზე მეტი სიკვდილი ყოველწლიურად. საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გავრცელებული კიბოთი სიკვდილიანობის ქალებში მე-5 წამყვანი მიზეზია საშვილოსნოს ყელის კიბო. ყველაზე საშიში ის არის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო დიდი ხნის განმავლობაში რაიმე ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს და როცა უკვე ვითარდება, შემდეგ მისი მკურნალობა ძნელია. თავიდან მხოლოდ თუ ადგილობრივი დაზიანებაა, დაახლოებით 91% შემთხვევაში მისი განკურნება შეიძლება, მაგრამ თუ გარემო ქსოვილებში არის გავრცელებული, მისი მკურნალობის შანსი მნიშვნელოვნად მცირდება და ზოგ შემთხვევაში 30% შეიძლება იყოს, თუ მეტასტაზები შორს არის წასული. ამიტომ მის ადრე აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხოლო გვიან აღმოჩენილი უკვე მძიმე და სიცოცხლისთვის. PAP ტესტი არ არის ერთადერთი ტესტი, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის ან ადრეული დიაგნოსტირებისთვის. შესაძლებელია ასევე პაპილომა ვირუსის ტესტი, HPV არის ვირუსი, რომელსაც შეუძლია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა და როგორც წესი, თუ ადამიანს საშვილოსნოს ყელის კიბო ემართება, ეს ვირუსიც აქვს და ამ ვირუსებზე ტესტი ტარდება ხოლმე. შესაძლებელია, რომ კოლპოსკოპია ჩატარდეს, საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, გამადიდებელი აპარატით, შესაძლებელია ბიოპსია მოხდეს, თუ საჭიროა, ანუ ქსოვილების აღება და დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ და თუ დაზიანება სერიოზულია, ის შეიძლება მოცილდეს ლიპ პროცედურა ქვია, ან სხვა მეთოდებით, კონირებით შესაძლებელია მოცილდეს დაზიანებული ქსოვილი და ადამიანს საბოლოოდ ეშვება. ვინ უნდა გაიკეთოს და რამდენ ხანში უნდა ჩატარდეს ეს PAP ტესტი? სასურველია, რომ 21 წლიდან გაიკეთოს ქალმა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ და დაახლოებით 65 წლამდე არის რეკომენდირებული. ტესტი თვითონ მარტივია, არ არის რთული და არ არის პრობლემური პროცედურა და ქალებისთვის არის მნიშვნელოვანი. საქართველოში უფასო სკრინინგიც არსებობს ამისთვის, ანუ ქალს შეუძლია მივიდეს და ჩაიტაროს უფასო სკრინინგი. უფასოდ. ტესტამდე რაც უნდა ვიცოდეთ არის, რომ სასურველია, რომ რამე 2 დღით ადრე ვაგინალური მედიკამენტები ან სპერმიციდები ან გამორეცხვა ან სქესობრივი კონტაქტი არ ქონდეს ქალს, რადგან შეიძლება ამან იმოქმედოს PAP ტესტის სიზუსტეზე, თუმცა თუ ეს ყველაფერი იყო რომელიმე, ეს არ ნიშნავს, რომ ტესტი ამის გამო არ ჩატარდეს, უბრალოდ ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული. მეორე ტესტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ, არის კოლონოსკოპია. კოლონოსკოპია არის და კოლონოსკოპია რატომ არის ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის პოულობს პოლიპებს, წარმონაქმნებს მსხვილ ნაწლავში, რომელიც ჯერ კიდევ კიბო არ არის და ამ პროცედურის დროსაც შესაძლებელია მოცილდეს ეს წარმონაქმნები და საერთოდ თავიდან აიცილოს ადამიანმა კიბოს განვითარება. ანუ ეს პოლიპები, წარმონაქმნები ასოცირებულია კიბოსთან, ანუ მომავალში კიბო ვითარდება ხოლმე ხშირად. და თუ კი წარმონაქმნს პოულობ, რომელიც ჯერ არ არის კიბო და მოაცილებ, მთლიანად სიმსივნეს იცილებ თავიდან. ამიტომ არის ესეთი მნიშვნელოვანი. მსხვილი ნაწლავის კიბო კი ძალიან დიდი პრობლემაა. 2 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება ხოლმე ყოველ წელს, ზოგჯერ მეტი.
და მსოფლიოში სიკვდილის, კიბოთის სიკვდილის მეორე წამყვანი მიზეზია, უმნიშვნელოვანესია და ეს პოლიპები, რომელიც მსხვილ ნაწლავში სამ კიბო განვითარდება, მანამდე იზრდებიან, ვითარდება ჩუმად, ნელ-ნელა. ადამიანს არ აქვს სიმპტომები, არ აქვს ტკივილი, არ აქვს სისხლდენა, წონაში არ იკლებს, მუცლის ტკივილი არ აქვს, შეკრულობა არ აქვს. თუმცა, ხშირად მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ასოცირებულია შეკრულობასთან და უმოძრაობასთან, მაგრამ შეიძლება არც ქონდეს. ამიტომ, როცა პოლიპი ჩდება, მისი დროული აღმოჩენა თავიდან აგვაცილებს სიმსივნეს. ვინ უნდა გაიკეთოს კოლონოსკოპია? ნებისმიერმა ადამიანმა, საშუალო რისკის მქონე ადამიანმა 45 წლიდან სასურველია. რეკომენდირებულია 45-დან 75 წლამდე ასაკში. 75-ის ზევით შერჩევითად გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება 76 წლიდან 85 წლამდე. როგორც წესი, ამასობაში თუ სიმსივნე აღარ განვითარდა, მერე დაბალი ალბათობაა რომ განვითარდეს. ყოველ შემთხვევაში ისეთი რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ხელი შეუშალოს, შედარებით დაბალი ალბათობაა. კოლონოსკოპია ტარდება 10 წელიწადში ერთხელ. და თუ ადამიანს აქვს ოჯახური ისტორია, მაგალითად მის დედას, მამას ან ოჯახის ახლო წევრს, ახლო გენეტიკურ ნათესავს, დას, ძმას ან შვილს ქონდა მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ან დიდი პოლიპები, მაშინ უფრო ადრეც შეიძლება ჩატარდეს კოლონოსკოპია და უფრო მეტი ყურადღება საჭირო. ასევე ადამიანებს, ვისაც აქვთ კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან წარსულში ნაპოვნი ადენომური წარმონაქმნები და პოლიპები, ასე დროსაც მეტი ყურადღება საჭირო. პრობლემა დისკომფორტი ცოტა ისაა ხოლმე, რომ თვითონ პროცედურა დისკომფორტულია და მომზადებაც სჭირდება ნაწლავები საფაღარათო სრულად გამოირიცხოს ნაწლავები, ანუ არ უნდა იყოს მსხვილი ნაწლავში განავალი, თორე შეუშლის ხედვადობას ხელს და მომზადება საჭირო. ეგ არის პრობლემა, პროცედურისთვის იყენებენ გრძელ თხელ მოქნილ მილს, რომელსაც აქვს კამერა, რომელსაც კოლონოსკოპი ჰქვია. და ის შედის სწორი ნაწლავიდან და ათვალიერებს ირგვლივ მიმდებარედ ყველაფერს, რაც არის, რა თქმა უნდა, ამას ექიმი აკეთებს. უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე ან სედაცია, ან ანესთეზია, იმისთვის რომ არ იყოს დისკომფორტული და მტკივნეული. და რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ კოლონოსკოპიას დროულად გაიკეთებს ადამიანი, მსხვილი ნაწლავის კიბოთის სიკვდილის რისკი 50%-ზე მეტით შეუმცირდება, რაც უზარმაზარი მაჩვენებელია. მესამე ტესტი, რაც უნდა იცოდეთ, არის მამოგრაფია და ახლა თანამედროვე ტერმინია ძუძუს ციფრული ტომოსინთეზი. რა არის ახლა ეს ტესტი და რას აკეთებს? აზრი არის ესეთი, რომ მამოგრაფია არის რენტგენის სხივებით, აკვირდება მკერდს, მკერდის ქსოვილს, ან ძუძუს ქსოვილს აკვირდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქალებში ძუძუს კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნე და თითქმის 9 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს ყოველ წელს, ზოგჯერ ნაკლებს, ზოგჯერ ბევრად მეტს ყოველ წელს და ბევრ ქვეყანაში ძუძუს კიბო ლიდერობს ქალებში სიკვდილიანობით და სიხშირით. და მკერდის კიბოს შემთხვევაში, მკერდის კიბოს და ძუძუს კიბოს იყენებენ ხოლმე სინონიმებად, ანუ ყოველდღიურ საუბარში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სუფთა სამედიცინო კუთხით ძუძუს კიბო უფრო სწორი ტერმინია, მაგრამ ორივე გასაგებია ადამიანისთვის. პრობლემა ის არის, რომ ეს მკერდის კიბო 80% შემთხვევაში ჩნდება იმ ადამიანებში, ვისაც რაიმე განსაკუთრებული რისკ ფაქტორი არ ქონდა. ანუ მისი ოჯახის წევრებს არ ქონდათ სიმსივნე და შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ ჩემს ოჯახში არავის ქონია. ამიტომ მე არ მეხება. მაგრამ რეალური სურათი ის არის, რომ 80% ვისაც სიმსივნე ემართება, ასევე მათ ოჯახში არავის არ ქონია. მამოგრაფია მუშაობს როგორ? ეს არის დაბალი დოზის რენტგენის სხივები და რენტგენის გამოსახულებას იძლევა და ეს ციფრული ტომოსინთეზი აზრი ის არის, რომ ფენებად ყოფს მოკლედ ამ მკერდის და ამ 3D მამოგრაფიას ეძახიან ზოგჯერ ან ციფრულ ტომოსინთეზს მკერდის. რას აკეთებს?
ყოფს ფენებად მკერდის ქსოვილს და უკეთ აკვირდება და ხედავს სიმაგრეს, კალციფიკატებს და ხო, თუ კი რამე დაინახა მამოგრაფიამ, ეს ჯერ კიდევ სიმსივნეს არ ნიშნავს. შეიძლება რომ ეს იყოს კეთილთვისებიანი, შეიძლება უბრალოდ ბიოპსია გაკეთდეს და აღმოჩნდეს რომ ეს არ არის სიმსივნე. მაგრამ სიმსივნის დიაგნოსტირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრეულად მკერდის კიბოს დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია. თუ ადრე მოხდა მისი დიაგნოსტირება, 99%-ზე მეტით, 5 წლიანი გადარჩენა აქვს და კიდევ უფრო უკეთესი სხვა შემთხვევებში, ან შეიძლება განკურნებაც მოხდეს, მხოლოდ ადგილობრივად იყო გავრცელებული და რაც მეტად ვრცელდება, მისი მკურნალობა უფრო და უფრო რთული და დრამატული შედეგებით დრამატული, რა თქმა უნდა, ხდება. მამოგრაფია უნდა გაიკეთოს ქალმა 40 წლიდან 74 წლამდე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო ვისაც აქვს გენეტიკურად რისკები, მაგალითად მშობლებს ან ახლობლებს ჰქონდათ მკერდის კიბო და არსებობს გენეტიკური მოდიფიკაციები, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მკერდის კიბოს რისკს. ქართულად რო ვთქვა BRCA1 და BRCA2 ეგეთი გენებია, მოკლედ, რომლის ამ გენების განსაზღვრა ხდება და ამ გენეტიკის განსაზღვრით შეიძლება მიხვდე ადამიანს მკერდის კიბო დაემართება მაღალი ალბათობით თუ არ დაემართება. მაგრამ ეს გენეტიკური ტესტი ღირს ძვირი, თუმცა საქართველოშიც კეთდება, ამიტომ თუ კი პირველი რიგის ნათესავს თქვენსას ქონდა ან აქვს მკერდის სიმსივნე, სასურველია რომ თქვენ გაიკეთოთ ესეთი გენეტიკური ტესტი, მაგალითად მშობელს თუ აქვს შვილმა გაიკეთოს, რომ იცოდეს მას აქვს თუ არა ის გენი, რომელიც მკერდის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, რადგან ამ გენის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მკერდის კიბოს განვითარების რისკს. საქართველოში საბედნიეროდ მკერდის კიბოს სკრინინგი უფასოა და კარგია ეს ამ შემთხვევაში 40 წლიდან 70 წლამდე ქალებისთვის ჩვეულებრივ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. და პროგრამა მოიცავს ხოლმე მამოგრაფიის გამოკვლევას, ხშირად ასევე მამოლოგის გასინჯვასაც და პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი კვლევა. შეიძლება დაემატოს ძუძუს ეკოსკოპიაც, ან ციტოლოგიური კვლევა, ან სხვა კვლევები დაემატოს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ის არის, რომ მკერდის კიბოს გამოკვლევა 2 წელიწადში ერთხელ 40 წლიდან სასურველია. თუ პირველი რიგის ნათესავებს ჰქონდათ თქვენსას, მაშინ უფრო ადრეს უნდა დაიწყოთ გამოკვლევა. და როცა პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა მკერდის კიბო 40 წლამდე, ანუ ახალგაზრდა ასაკში, მაშინ მხოლოდ მამოგრაფია საკმარისი არ არის და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა არის და ანუ ონკოლოგთან ინდივიდუალური გეგმა და ვიზიტი ან გენეტიკოსთან არის სასურველი. თვითონ ეს პროცედურა მამოგრაფია ოდნავ უსიამოვნა, ნუ ქალი დგება აპარატთან და ძუძუ თავსდება ან ორ ფირფიტას შორის და ის უნდა მოიწყლიდოს, მოკლედ და ის უნდა მიიღო გამოსახულება, ეს შეიძლება არა კომფორტული იყოს ქალისთვის, მაგრამ ის სარგებელი, რაც თვითონ ტესტს მოაქვს, ძალიან დიდია, იმდენად დიდია, რომ იმ მცირე უსიამოვნებას ვერც შეეტრება. მეოთხე, რასაც ვიტყოდი, არის კუჭის კიბოს სკრინინგი მაღალი რისკის ადამიანებში. სკრინინგი ხდება რითი ენდოსკოპიით, ანუ გასტროსკოპიით, კუჭის დათვალიერება კამერით, ამბობენ ხოლმე კიდე ზონდი გადავყლაპეო, ეგეც ერთი და იგივეა ეგ ყველაფერი. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ კუჭის კიბოს სკრინინგი არ არის ყველასთვის, ის ყველაზე მეტად აუცილებელია მაღალი რისკის ადამიანებისთვის, ან დაბალი რისკის ადამიანებისთვის მასობრივად რეკომენდირებული არ არის. კუჭის კიბო ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა და მძიმე კიბოა, ამითია კიდე დიდი პრობლემა, მაგალითად წლის განმავლობაში მსოფლიოში 1 მილიონამდე შემთხვევა აღიწერა, თქვა 2022-ში და აქედან 660,000 სიკვდილი, ანუ თითქმის 70%-მა, ვისაც დაემართა 70% შემთხვევაში სიკვდილით დასრულდა. ამიტომ ეს სიმსივნე უდიდესი პრობლემაა, კლავს 100,000-ობით ადამიანს ყოველწლიურად და მეხუთე ადგილზეა გავრცელების მხრივაც, ამ საკმაოდ ხშირი სიმსივნეა და სიკვდილიანობის მხრივაც, სიკვდილითაც ბევრ კიბოს კლავს.
კუჭის კიბოს ყველაზე საშიშია იმ კუთხით, რომ თავიდან სიმპტომები არ აქვს, ან აქვს ისეთი სიმპტომები, რომელსაც ადამიანი როგორც სიმსივნის სიმპტომს ვერ წარმოიდგენს. ახლა ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება გულძმარვა აწუხებს, ის ვერ იფიქრებს, რომ ეს გულძმარვა შეიძლება სიმსივნის გამო იყოს. ან სიმძიმე ჭამის შემდეგ, ან მუცლის ზედა ნაწილის დისკომფორტი, ან ბოყინი, უმადობა. ეს ისეთი ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს და ნერვულ კუჭს აბრალებენ და ზოგად ნიშნებს უკავშირებენ ხოლმე და ეს უბრალოდ კუჭია ამბობენ. თუმცა ამ დროს თუ კი ეჭვი არის, მაშინ სასურველია რომ ჩატარდეს ენდოსკოპია და კუჭის გამოკვლევა. მაშინაც კი თუ ადრე იპოვის ადამიანი კუჭის სიმსივნეს, მკურნალობა საკმაოდ რთულია, გადარჩენის შანსი მაღალია, მაგალითად 5 წლიანი გადარჩენა არის პირველ სტადიაზე 78%-მდე დაახლოებით, რაც ცოტა არ არის, მაგრამ არ არის წინვალე. ამიტომ ყურადღება ჭირდება და რაც მეტი დრო გადის, თუ სიმსივნე ვრცელდება, უფრო და უფრო პრობლემური ხდება და ძალიან ვარდება ადამიანის გადარჩენის შანსი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სკრინინგს ამ შემთხვევაში. ახლა მაღალი რისკის მქონე ადამიანები ვინ არიან? მაღალი რისკი არის, როცა პირველი რიგის ნათესავს ქონდა ან აქვს კუჭის სიმსივნე, მაგალითად მშობლებს, დას ან ძმას ან შვილს. ასეთი ოჯახური ნიშნები დიდ პრობლემაზე მიუთითებს. ყოველ შემთხვევაში ყურადღებას მოითხოვს. დიდ პრობლემაზე მიუთითებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ყურადღებას მოითხოვს. ასევე მეორე ჯგუფი არის ის ადამიანები, ვინც ცხოვრობენ მაღალი გავრცელების არეში, მაგალითად აზიაში არის გავრცელებული. ასევე ადამიანებს, რომელსაც აქვს ნაწლავური ცვლილებები, მაგალითად კუჭის ატროფიული გასტრიტი, ან ნაწლავური მეტაპლაზია, ან დისპლაზია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია Helicobacter pylori's, რომელიც არის ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს კუჭში, რომელიც აზიანებს კუჭს, იწვევს გასტრიტს და იწვევს წყლულებს. ამ ბაქტერიის მოკლით კუჭის სიმსივნის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებ. თითქმის 40% დამცირებს კუჭის კიბოს რისკს, თუ ამ ბაქტერიაზე იმკურნალებ. ამიტომ Helicobacter pylori's მკურნალობა, თუ ადამიანს აქვს, არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. ამ ენდოსკოპიით არ არის აუცილებელი, რომ ექიმმა სიმსივნე იპოვოს, შესაძლებელია კუჭში იყოს ცვლილებები, იყოს მეტაპლაზია, დისპლაზია, შეცვლილი იყოს კუჭის ლორწოვანი, შესაძლებელია გახდეს საჭირო ინტენსიური დაკვირვება ან ბიოფსია. მოკლედ ინფორმაციას იღებს ექიმი ენდოსკოპიით, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დროულად ჩატარება. გააჩნია, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩატარდეს, ერთ მნიშვნელოვანი პასუხი არ არის, გააჩნია რისკებს, გააჩნია ადამიანს, თუმცა მაღალი რისკის მქონე ადამიანში ხშირად არის ხოლმე, რომ ენდოსკოპიის დროს თან ბიოფსია ტარდება, ეს არის ხოლმე საწყისი ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომ შეფასდეს კუჭის ქსოვილი როგორ გამოიყურება და რა მდგომარეობაა მასში. და შემდეგ, პირველი გამოკვლევის შემდეგ უკვე 3 წელიწადში ერთხელ, თუმცა ზუსტი ინტერვალების სრულად განსაზღვრა შეუძლებელია, დამოკიდებულია უფრო მეტად ინდივიდუალურ ფაქტორებზე. პროცედურა რთული არ არის, თუმცა ზონდის გადაყლაპვა არც სასიამოვნოა. ეს ზონდი არის თხელი, მოქნილი მილი კამერით, რომელსაც ატარებენ პირიდან მერე საყლაპავში, მერე ჩადის კუჭში. პროცედურის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს ყელის ადგილობრივი გაუტკივარება ან სედაცია დისკომფორტის შესამცირებლად, თუმცა მნიშვნელოვნად ტკივნეული არ არის, მაგრამ დისკომფორტის გამომწვევი ნამდვილად არის, რაც ადამიანებს არ უყვართ, მაგრამ ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. და მეხუთე ტესტი არის ფილტვის კიბოს სკრინინგი დაბალ დოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით. ეხლა ეს რა არის? ფილტვის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება. ემართება ძირითადად მწველებს, მაგრამ არა მწველებსაც, ასევე ყოფილ მწველებსაც და კიბოთი სიკვდილიანობის პირველი მიზეზი მსოფლიოში არის ფილტვის კიბო. ანუ უზარმაზარი პრობლემა დგას ჩვენს წინაშე. დაახლოებით 2.22 წელს, მაგალითად 2.5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და 1.8 მილიონი სიკვდილი, ანუ თითქმის მსოფლიოში ყოველწლიურად ფილტვის კიბოთი იღუპება.
თითქმის 2 მილიონი ადამიანი, ანუ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი რაც არის დაახლოებით ეგ. უზარმაზარი პრობლემაა რეალურად. ფილტვის კიბო იზრდება ჩუმად, ნელა. სხვა ტიპები არსებობს, მაგრამ აი ყველაზე გავრცელებული რაც არის, არაწვრილ უჯრედოვანი ფილტვის კიბო, მისი 5 წლიანი განარჩენაც კი როცა პატარაა, მაშინაც კი 77%, ანუ რთული სამკურნალოა ძალიან. და წვრილ უჯრედოვანი კიდევ უფრო აგრესიულია. ანუ ფილტვის კიბო მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული, რთულად სამკურნალო და ვერაგი დაავადება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დროული სკრინინგი. ვინ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი? ადამიანებმა 50 წელს ზევით 50-დან 80 წლამდე, ვისაც აქვს მწეველის, ან ამჟამინდელად მწეველია, ან 15 წლის განმავლობაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში შეწყვეტა მოწევა. ამ ადამიანებმა უნდა ჩაიტარონ და აი უხეშად, ანუ ისტორია როგორი თუ აქვს ადამიანს ახლა 50 წლის თუ არის და 20 წლის განმავლობაში თითო კოლოფს ეწევა, უკვე დიდი რისკი აქვს. მაგრამ თუ 10 წლის განმავლობაში 2 კოლოფს ეწევა, ეგ იგივენაირად დიდი რისკია, რაც ერთი კოლოფი მოწიო ყოველდღე 20 წლის განმავლობაში, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეში რამდენ კოლოფს ეწევი. თუმცა უსაფრთხო დოზა არ არსებობს, ზოგი რო ამბობს ხოლმე, რომ აი თითქმის არ ვეწევი, ერთი კოლოფი მყოფნის ერთი კვირა. ეგეც აზიანებს ფილტვებს, ეგეც ცუდია. აქვე ვიტყვი კიდე რომ ადამიანები ამბობენ ხოლმე რომ მე რა იმას არ ემართება, ვისაც ეწევა, კი როგორ არ ემართება. და სამწუხაროდ ისინი წკვდებიან ფილტვების სიმსივნეებით, ვისაც ცხოვრებაში ერთი ღერიც არ მოუწევია. მაგრამ პროცენტულად რო ავიღოთ, ესეთი შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ისეთი შემთხვევები, ვინც ეწეოდა და დაემართა. ანუ ალბათობაზეა საუბარი. ანუ კი არ უნდა ვუყუროთ ისე რომ თუ არ მოწევ სრულად გადავრჩები, ან თუ ნახე იმასაც ემართება და მოდი ბარემ მოწევა, არა, ალბათობას რო ზრდი, ეს არის პრობლემა და ამიტომ არის სასურველი მოწევას დაანებო თავი. პროცედურა თვითონ მარტივია, რთული არ არის, კომპიუტერული ტომოგრაფით რამდენიმე წამი ჭირდება დაინახავს ფილტვებს და ეგ არის აი რენტგენის აპარატივითა, მოკლედ ოღონდ ესა კომპიუტერული ტომოგრაფია, ფილმებში ნახი ექნება ყველას აბსოლუტურად და პროცედურა თვითონ არ არის მტკივნეული. და ბონუს ტესტი მე-6 არის ეს სინამდვილეში, მაგრამ ბონუსად ჩავთვალოთ, არის გალერის მულტისიმსივნური ტესტი. ეს არის სიახლე, ტელევიზიებშიც იყო, რომ შეუძლია 50-ზე მეტი სიმსივნის აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე და ტარდება სისხლში ეს კვლევები, ანუ სისხლში ტარდება კვლევა, სისხლის ანალიზი არის და სისხლში ეძებენ დნმ-ის ფრაგმენტებს, ანუ სიმსივნე მოკლედ თავის კვალს ტოვებს სისხლში და იმ კვალს ეძებენ დნმ-ის მეთილაციას და პატერნებს, ანუ მეთილაციის პატერნებს ეძებენ მოკლედ და აი ეგ არის როგორც აღმოაჩენენ, ოღონდ ეხლა რა შეასაქმე 50 სიმსივნეზე 50-ზე მეტი სიმსივნის აღმოჩენა შეუძლია. ჯერჯერობით არ არის აღიარებული FDA-ის მიერ ეს მეთოდი და არ არის საყოველთაო, მაგრამ არის ძალიან დიდი მომავალი აქვს. შეტანილია უკვე FDA-ში approve-ისთვის. იანვარში შეიტანეს 2026 წლის. თვითონ ტესტი 2021-ში ან 22-ში შექმნილი, ზუსტად არ მახსოვს, გამოწმება შეგიძლიათ. მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ან ბევრ ადამიანს ჯამში დაეხმარა უკვე და ბევრს შეუძლია რომ დაეხმაროს. ეხა პრობლემა რა აქვს? სპეციფიურობა მაღალი აქვს, ანუ თუ ადამიანს დაუდასტურა რომ ეს სიმსივნე შეიძლება იყოს, მაღალი ალბათობით არ იტყუება, მაგრამ მგრძნობელობა აქვს ნაკლები შედარებით სპეციფიურობა, ანუ აი ეს აღმოჩენა თუ იტყვის რომ კი აქ ამ ადამიანს სიმსივნე ეგ რო ცრუ იყოს, მაგისი ალბათობა დაბალია, ძალიან ეგ სიზუსტე სპეციფიურობა თითქმის 99%-ზე მაღალი აქვს, მაგრამ სენსიტიურობა აქვს დაბალი. ანუ შეიძლება გაეპაროს შემთხვევები, ან თუ ვერ შეამჩნია, არ ნიშნავს რომ იმ ადამიანს სიმსივნე არ აქვს. დაახლოებით 70%-მდე აქვს სენსიტიურობა, რაც ცუდი არ არის,
მაგრამ შორს არის სრულყოფილებისგან, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის და ჯამში ამ სიმსივნის კვლევას დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ამერიკაში შერჩევითად აკეთებენ ამ ტესტებს უკვე დიდი ხანია. არასაყოველთაოდ, ჯერ FDA-ის მიერ როგორც გითხარით არ არის აღიარებული, მაგრამ საქართველოშიც, ალბათ იქნება. არ ვიცი საქართველოში არის თუ არა, არ მგონია რომ საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ მალე იქნება სავარაუდოდ. ამერიკაში ფასი არის $1000-მდე, მოკლედ 900 რაღაცა დოლარია. ხო, არის საუბარი იმის, რომ 700 რაღაცა დოლარი გახდება, ან ზოგიერთისთვის არის კიდევაც. ანუ 700-დან $900-მდე შეიძლება აიღოთ საორიენტაციო ფასი. ხო, პირდაპირ რამდენად ამცირებს სიკვდილიანობას ჯერ კარგად არ ვიცით, იმიტომ რომ შესწავლის პროცესში ან ის მოგცემს ნიშანს, მე უნდა დაიწყო კვლევა იმ ორგანოსი, მაგალითად თუ რამეს იტყვის თქვათ, რომელიმე შინაგან ორგანოს, მე უნდა გახდეს საჭირო იმ ორგანოს დეტალური გამოკვლევა, ტომოგრაფიით, ან კომპიუტერული, ან მაგნიტური რეზონანსული და ასე. ზუსტად შესწავლა და შემდეგ დგინდება, რომ რაშია საქმე, არის თუ არა და ასე შემდეგ. ხო, რამდენად შეამცირებს სიმსივნის სიკვდილიანობის რისკს, ჯერჯერობით ზუსტი დათვლები არ გაკეთებულა და რამდენად, ტყუილად ხო არ გვინდა ეს ტესტი, გვინდა იმისთვის თუ რეალურად ეხმარება, ხო? ადამიანები, ვინც კვდებოდნენ, აღარ უნდა მოკვდნენ იმ დაავადებით. ეს არის მთელი მუღამი, ესე ვთქვათ, ამის, ხო? ეს ზუსტად დადგენილი არ არის, რამდენად ეხმარება და ეხმარება თუ არა, მაგრამ სავარაუდოა რომ დაეხმარება. ეს გამოჩნდება მალე და სავარაუდოდ FDA-ის approval-ს მიიღებს. ნახოთ, დანარჩენს გვიჩვენებს მომავალი. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.